გურიაში ყოველთვის შინაურ ფრინველს გულის ყურით ამზადებენ. საინტერესოა ერთ-ერთი ვერსია შინაური ფრინველის მომზადების, მაგალითად ქათამი ან იხვი ან ბატი, სასაცილოდ ჟღერს და საინტერესოდაც. ეძახიან შეტუტულს. და რატო შეტუტულს? ყველასთვის ცნობილია გურული სუნელი, რომელსაც დღეს ჩვენ მოვამზადებთ. და რაცაა მთავარი აქ ქათმის მომზადებისას, ამ გურულ სუნელს მომზადებულ ქათამს გარედან მოვტუტავთ, შევტუტავთ. ან რაც გინდათ ის და არ ვქით. ჩვენ გურიაში ვეძახით შეტუტულ ქათამს. ეხა პრინციპში ქათავს დავამუშავებ უკუღმა, ზოგისთვის უკუღმა, მაგრამ ჩემთვის ეს წაღმაა და გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ ეს ქათამი მთავარია რომ ჩონჩხისგან გავათავისუფლოთ, დავტოვებთ ფრთებისთვის ძვლებს და ბარკალში დავუტოვებთ ძვლებს. დანარჩენ ჩონჩხს ამოვიღებ და თოკით შევკრავთ. არ ვამუშავებ მკერდით, იმიტომ რომ არ მინდა შუაზე გაიხსნას და უხერხულად და უხეშად შეიკრას, ამიტომ უკანა მხრიდან, ხერხემლის მხრიდან ვიწყებ დამუშავებას. მივყვები ძვალს ვაცლი ხორცს. ცოტა ძალაცაა საჭირო, რომ მარტივად გავათავისუფლოთ. აი ხა თითქმის ამოვაგდეთ ყველა ძვლიდან, ყველა სახსრიდან ხორცი. თავარია დანაჭრიდეს. უკვე კონტურები გამოჩნდა. კერც არ ვაზიანებთ, ისე ჩაუყვებით ხრტილს და ჩვენი ქათამიც უკვე გათავისუფლებული იქნება ძვლისგან. დამუშავდა, ამოვიღეთ ჩონჩხი, მაგრამ ამას არ გადავაგდებთ, გავაკეთებთ ბულიონს და შემდეგ ბევრ კერძებზე გამოგვადგება ეს ბულიონი. ქათამი დამუშავებულია, ჩონჩხი ამოღებულია. აი რაც გულისხმობდი მეორე მხრიდან, რომ ბარკალი კი არა და მკერდი არ დამეზიანებინა. ეხა ამას შევკრავ თოკით და ჩამოკვიდებთ ღია ცეცხლზე. ქათმები ცოტა ხანი 2-3 წუთით ჩავაგდეთ ცხელ წყალში. ცოტა რომ მოვიდეს, რომ არ გაუჭირდეს ცეცხლზე. კარგად შეწვა და ბოლომდე იყოს მოყვანილი. 2-3 წუთში ამოვიღებთ და უკვე ჩამოვკიდებთ საკიდებზე, რომ ცეცხლი შეუნთოთ და ალმა მობრაწოს და შეწვას ლამაზად. კარამელიზირება მოახერხოს. ცოტა ცეცხლი უნდა გაუღვივოთ. წავიღეთ ჩვენი ქათამი ცეცხლზე. ეხლა მოხდება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი კონტაქტი ცეცხლთან და პირველი არომატის აღება. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპში აქ ის არის, რომ ცეცხლს არც არ უნდა გაუთამამდე და არც ძალიან შორს არ უნდა გაუშვა. ცეცხლთან თამაში მოკლედ ბავშვობიდან ცოტა საშიში ამბავია. ამიტომ ეხლა ცეცხლზე ჩამოკვიდებთ ქათამს, ვეცდებით რომ ვაკონტროლოთ ცეცხლი, რომ არც დაგვეწვას, არც გამოგვიშრეს ხორცი და მივიღოთ ის არომატები დავიწვი. რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის
ღრმა ბუნებრივი გემო, არომატი, სხვანაირი ტექსტურა და წვალება გადაღების დროს, როდესაც კვამლი თვალებში გირტყავს. სულ სამნაირ ქათამს მოვამზადებთ. ერთი იქნება ტრადიციული გურული შეტუტული, რაც უკვე ვახსენეთ. მეორე იქნება ჩემი ინტერპრეტაციით გაკეთებული მანდარინის соусით, რაც ლოგიკურ ბმაშია გურიასთან, ციტრუსი და მანდარინი. ცოტა თუ არ ავწიეთ, ეს დაგვეწვება. და მესამე იქნება უბრალოდ კარაქში შემწვარი. თავარი ხა ჩამოკიდებაა და მერე უკვე ნაკვეშხას ჩვენ თვითონ გავაკონტროლებთ. აი ხა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ცეცხლი გააკონტროლა. გაასახიფათოა. სხვა ურთიერთობა უნდა, სხვა ემოცია უნდა და სხვა რომანტიკა უნდა. ცეცხლს. სამი ქათმიდან ერთს გარედან წაუსვამთ დაკარამელიზირებულ კარაქს. თითქოს დამწვარიც იქნება. ის კარამელის არომატი და კვამლის არომატი ერთად გადაუსვათ ქათამს. ეხლა ამას სამფეხაზე შემოვდგამ ცეცხლზე და აღარც მივაქცევ ყურადღებას. მეორე ქათამს უკვე შესატუტი ქათამი გვაქვს და მაგისთვის გასაკეთებელი არის გურული სუნელი. აგერ გარეცხილი მაქვს მწვანილები. გამზადებული. მან რა ხდება, იცი რომ ვიღაცა იტყვის რომ რატო არ ნაყაო და არ უნაყაო რა, არ მომწონს. შეიძლება ძალიან ქართული და ტრადიციულია ეს დანაყვა, მაგრამ სხვა გემო და არომატია ვსქინს, როდესაც ხორცის საკებში ატარებ რა. ნებისმიერად თქვენგანმა შეგიძლიათ ეგ ცადოთ სახში და დარწმუნდეთ ნაყვის დროს რა არომატს გამოსცემს და გადმოგცემს და გამოცემს. რა არომატი აქვს და ხორცაკებში გატარებისას რა არომატი. უკვე არ დავატრიალო, არ შევწვი. მაგრამ ხორცაკები უნდა გივარგოდეთ და წვენს გამოუშვებს პირველ რიგში. სანახში წვენს არ უშვებს. შრალადაა მაინც. ნახეთ? სულ სხვა არომატი აქვს. მაცხოგეს, ეხლა ცოტა ნიორი. მაგრამ თხილი შეგვიძლია სანახში დავნაყოთ და არ გამოვატაროთ. ამით არც იმას დავკარგავთ, რომ ვაი და ქართველობა წავართვი ვინმეს და სწორ არომატსაც დავიჭერთ. ქინძი ბევრი, მაქსიმალურად ბევრი. კარგი იქნებოდა ეხლა გაზაფხული იყოს ან ზაფხული და ბოსტანში კაკალი ქინძიც იყოს და ჩაუშვებდი. მაგრამ მოვა ზაფხულის და გაზაფხულის და კიდე გავაკეთებთ. ცოტა ოხრახუშსაც გავუკეთებ და რაც მთავარია მწვანე წიწაკა. არ გვინდა აქ მეტი ჩრობა და ვითომ წარეების გამოცლა, მაგასაც ჩაუშვებთ. მერე დავრჩება. ხო, მერე სანახში დავნაყოთ თხილი და მარილი და ეს ყველაფერი ერთმანეთში გადავზილოთ. ცოტა ხა ოხრახუში დავამატოთ. აი ყვითელი ყვავილი, რომელზეც ვაპარაკობ, მაგრამ ბოსტანში არ მომიკრეფია, არ მოგატყვე. ჩემო ბიძაშვილმა გავყინეო, მაქვსო და წამოგიღებ. არომატი აქვს, ნამდვილად აქვს. ყვითელი ყვავილის და ამასაც დავამატებ. თავის მწვანე ფოთლებიანა. კი არის ცოტა შეშავებული გაყინვისას, მაგრამ თავარია რომ არომატი არის. გატარებისას მაინც ჩავდება ეს მწვანე. მაგაზე არ გვაქვს სადარდებელი. ეხლა რაც გითხარით, თხილს დავნაყავ სანახში. სანახს წამოვიღებ. სანამ
შრომა შეუდგები და ნაყვას პატარაზე შევგრილდები. აი. წინააღმდეგობას მიწევს. ბოლომდე დავლებარე. კარგი. ესეც თხილი. თვალი ზომით ვაკეთებ ხა ყველაფერს და ვნაყავ. ნახე რა კაი სანაყია და რა კაი ქვა არის, ფილთა ქვა. მსხვილი მარილი თავის წვენს გამოყოფს, გამოაყოფინებს. ცოტა ნიორს ჩავაგდებ აქაც სისველისთვის და წავიდა. ეხა ამას ისიც რომ მწვანილები აქ გენაყა, წარმოიდგინე, არ ჯობია გამოატარო, თან უკეთეს შედეგს იღებ. სხვათა შორის მე მიყვარს ცოტა უხეშად დატეხილი თხილი, რო ხდება პირში ჭამის დროს და არა ის დაბლენდერებული, ასე ვთქვათ, თხილი მწვანილთან ერთად. ასე რომ მე ძალიან არ დავყავ, რომ ის ტექსტურა ისეთი შეინარჩუნოს, რომ თან კბილზე ხდებოდეს თხილი. ამ ყველაფერს გავაერთიანებ. ამ ჩვენ გატარებულ მასაში თხილს უზან. ჯერ ცოტას გავუკეთ, რომ გავიგო. რა ხდება ჩვენ თავს. შეიძლება კიდე მოგვიწიოს დამატება და კიდე ნახვა. ნახე მწვანილმაც როგორი სისველე გამოუშვა. კიდე ვინდა ფაქტია. აუ რა არომატი აქვს. ეს რა იყო? კარაკი? ცოტა ძმარს დავამატებ. ღვინის მარია. კარაკის ხმა გისმით? არ ვიცი, მე მგონი თხილი კიდე უნდა დავამატოთ. ვინმე ნაყვაში თუ ჩამენაცვლებით, კარგი იქნება. ნახე როგორი ხასხასა ფერს ვიღებთ. უკვე თხილიც შეერია. აჰა, გემოებით დაჟდა. სო, ეს მზადაა რომ შევტუტოთ. მოკლედ დავრჩა მესამე მანდარინის соуსის გაკეთება, რომელსაც ქათამს წაუსვამთ, მაგრამ ამასობაში დრო გავიდა, დაგვაღამდა ლამაზად და განახებთ ეხა ქათამი როგორ გამოიყურება. ფერი იცვალა, კარამელი ზირდა, წვენსაც უშვებს, სველია, რბილია და ეხა გადავიდეთ, უცებ მოვამზადოთ მანდარინის соуსი, რომ წაუსვათ. ასევე კარაკი გამღვალია, კი არის იქ, მოვიტარ მანდარინს. ესეც მანდარინი. რატო მანდარინი? მანდარინი და გურია ასოცირდება ერთმანეთთან. გურია და მანდარინი განუყოფელი ნაწილია ერთმანეთის. ეხა გავწურავთ, წვენს გამოვადენთ და რედუქციას მოვახდენთ ღია ცეცხლზე, ანუ წამოვადუღებთ, ცოტას დავაშრობთ შაქართან ერთად. რათა მოგვეხმაროს კარამელიზირებაში ქათმის გარეკანის არომატი აიღოს, პიკანტური, მანდარინის, ციტრუსის. სადღაც არა, 5 მანდარინი დავწურეთ. მეტი არომატისთვის ცედრას დავუმატებ. და გვინდა ეხა შაქარი.
ესე ჩაქარი. და წავედით ცეცხლზე. ამასობაში კარაქი გამღვალია და შეგვიძლია უკვე ქათმები დავამუშაოთ კარაქით. დავარბილოთ. ამ გამომშრალ გარედან გამომშრალი არა, უფრო ხავერდი აქვს გაკეთებული. უფრო ნას გახდის ჩვენი კარაქი. კარაქის ასე დასხმით დაწვეთებით ნაკვერჩხალზე ეს კიდე სხვა არომატს ძენს ჩვენს ქათამს. აი სუნი, კარამელის სუნი. ეს ყველაფერი იგრძნობა აქ. კარგი, ერთი ქათამის გალამაზება კარაქით მოვახერხეთ. ეხლა ჩვენ გვინდა მანდარინის რედუქცია და უკვე დაიწყო დუღილი ნაკვერჩხალზე. და ქათამი შეტუტული. უნიშნავანესი დეტალი არის კერძის მომზადების დროს კარაქი. მე ვიყენებ ლურპაკს. ეხლა ცოტას დავაგდებთ გახურებულ ტაფაზე და მოვწალავთ ისპანახს. ძალიან უხდება ისპანახს ვირჯილიოს გრანაპადანას მოხეხვა, ელასტიურობასაც ძენს და მარილის როლსაც ასრულებს. ესე ჰაეროვნად მოვაყრით და მოურევთ. საკმაოდ პლომად გემრიელად არ დაინანოთ. აქვე მაქვს ის დამწვარი კარაქი, რომელსაც კიდე დავუმატებ მეტი ინტენსივობისთვის. აჰა. გავათავისუფლოთ თოკისგან ქათამი. კარგად დაგვიბავს.
ეს იყო მანდარინის გარსით, ასე ვთქვათ. მანდარინის соуსის გარსით, მანდარინის არომატის, ციტრუსის არომატით. ეს არის ერბოში ამოვლებული, ერბოთი შეტუტყნული ქათამი. აი როგორ ეტყობა ფერი, წითელში გადასული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალ ცეცხლზე დიდი ხანი თავბოლავდით და თან ვამუშავებდით. ნახე რა წვნიანია. ეს თუ არ შევჭამ. ეს ჩემთვის უნდა დავიტოვა. კაია. ეს კი შეტუტული გურული ქათამი, რომელსაც კიდევ უფრო შევტუტავთ. ნახე, ყველი როგორ დაიწვა, ყველმა და კარაქმა ერთად ცხიმი როგორ გამოუშვა და მარილის და ცხიმის გემო როგორ იგრძნობა ახლა აქ. ამ ყველაფერს ავიღებთ და გარნირად დავუდებთ ჩვენ ქათამს, ან გავაფორმებთ. და აუცილებლად მანდარინი გამოყენებული გვაქვს ქათმის მომზადებისას, ასევე მოუხდება თლიანი ლებნები, რომ მივაყოლოთ. თან უხდება გაფორმებისას ჩვენ კერძს. აი ეს არის ის ერთი დიდი ულუფა, რომლითაც შეგვიძლია კაი დიდი სუფრა გავშალოთ და გავიზიაროთ სამი სხვადასხვა გემოს არომატის ქათამი, მაგრამ ძირითად ღერძზე დარჩენილი. არ გავწდით გურიის შინაარსს, იმიტომ რომ გურიაში ვართ, ასე მგონია მე და ასე არის სწორი. ცომა დაისვენა 3 საათი დავაყოვნეთ. ეს ცომი მოზელილი არის ბერძნული იოგურტი მევგალით. თავიდან ბოლომდე არის მაწვნისა და ფქვილის კონტაქტი, არავით არის საფუარი, მხოლოდ სოდა მაწვნის იოგურტის ასაფუებლად ბოდიში, შაქარი, მარილი, ცოტა ზეთი და რძე. გლუტენმა საკმაოდ იმუშავა და დაისვენა. ეხლა გავყოფ 4 ტოლ ნაწილად. გავავრტყილებ ძალიან თხელ ფენად. სხვათა შორის ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ტაფის ეგრეთ წოდებული ხაჭაპურის მოსამზადებლად. ძალიან თხლად ვავრტყელებთ და წინასწარ გახურებულ თუჯის ტაფაზე დავდებთ. უნდა იყოს ცხელი, აუცილებლად თუჯის ტაფა. მაქსიმალურად ცხლად, არ მოგერიდოთ. აჰა. პური უკვე მზად არის. წავიღოთ. ტყილად. ნახამშვენიერი გამოვიდა. მოვიდა გასინჯვით დროც. ჩვენი ქათმები. პურიც აქ არის. რომელი გავსინჯო, ეხლა მაგას ვფიქრობ. მოდი იყოს შეტუტული. ცხელი პური, ცოტა ცივ ამინჩი, ხელსაც გითბობს, გულსაც, ცოტა ისპანახი.
თქვენის ნებართვით ცოტა ყველს კიდე დაიმატებდა. აჰა. ბარკალია და ბარკლის გადანახსენი. ისპანახი ყოლთან ერთად. ძალიან განსხვავებული არომატული რბილი ხავერდოვნად შებოლილი გემო. არ ვიცი სხვა რა ვთქვა, მინდა რომ ჭამო და არ გავჩერდე. ცხელი პური, ქათამი, ცეცხლი, სოფელი და ბედნიერება.